ადგილზე არ არის. სასწრაფო! მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის წინა დღეს გამოქვეყნდა მონაცემები ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ და ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს იმასთან შედარებით, სადაც უკვე ვიყავით მსოფლიოს მასშტაბით. არ არის ამაში გასაკვირი არაფერი, რადგან მოქმედი რეჟიმი ცდილობს პირდაპირი გაგებით ქართული მედიის მკვლელობას. ამას ზოგიერთ შემთხვევაში აკეთებს არა ფიგურალური, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც გასული ეს ერთი საანგარიშო დავარქვათ წელი იმით გამოირჩეოდა, რომ ამის კონკრეტული მაგალითები ვნახეთ და ჩვენ აი პირდაპირი გაგებით ჩემი ღრმარწმენით ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ მინიმუმ 1 ან 2 კიდევ დამატებით მსხვერპლი არ გვყავს ჩვენს პროფესიულ საზოგადოებაში. ყველა ტელევიზიას აქვს პრობლემები, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას, ხო? ნაწილი ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, რომ გადასულიყვნენ ინტერნეტ სივრცეში და იქიდან დაიწყოთ მაუწყებლობა. ეს იმიტომ, რომ რთულია ებრძოლო მონსტრს, როდესაც შენ გაქვს ძალიან წირი საშუალებები. მის მაგერაც რომ ჩვენ დღეს ვფიქრობდეთ, როგორ განმოვითაროთ ტელევიზია, როგორ ჩაუშვათ ახალი პროექტები, ახალი გადაცემები და ამით დავუშვათ ახალი პროდუქცია შევთავაზოთ მოყოლებს, ამის ნაცვლად ჩვენ ვართ დაკავებული იმით, რომ ვიბრძვით თავის გადარჩენისთვის. დღეს ამ მდგომარეობაშია კრიტიკული მედია, რომ იბრძვის თავის გადარჩენისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა რა თქმა უნდა მედიის სასაგებო დასრულდება, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა არ არსებობს უბრალოდ, იმიტომ რომ საზოგადოების გულისცემას და მაჯისცემას დღეს არის მედიას უდევს ამ პულსზე ხელი და მედია გადმოსცემს ამ ყველაფერს, ხომ? ამიტომ გამორიცხულია ქართული საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ თავისუფალი სიტყვას ვერ მოისმენს. აი ხაც მე ვარ დროებით უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტი ჩემს უამრავ კოლეგასთან ერთად. ხო, ჩვენი არხი საერთოდ აღარ არსებობს და არც ვიცით როდის რა იქნება. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს რაღაც პლატფორმები, სადაც შეგვიძლია უფრო დაბალ ბიუჯეტურ არხებზე მივიდეთ და რაღაცა გავაკეთოთ. მე ვთვლი როგორც კი შეწყვიტავ ბრძოლას და როგორც კი დანებდები, იქ ყველაფერი დამთავრდება და ზუსტად იცი, რომ პირადი კარიერის და პირადი კეთილდღეობის გარდა არსებობს კიდევ უფრო ძალიან მნიშვნელოვანი. მე რო ეხლა დავდებდე, გავჩერდე, მაშინ გამოდის, რომ საერთოდ აზრი არ მქონია მთელ ჩემ ცხოვრებას, მთელ ჩემ კარიერას. ანუ რა გამოდის, რომ რასაც ვაკეთებდი 1998 წლის მერე, ანუ 27 წელი, დღეს მე ამას უნდა ვუღალატო, იმიტომ რომ ავიღო სადღაც ხელფასი. აი მარტივ მაგალითს გეტყვით, აი მედიამ როგორ შეიძლება რაღაც გარკვეული ფუნქციები სრულიად არაპოლიტიკური მაგალითია ეს. 13 ივნისი, როდესაც იყო თბილისის წყალდიდობა 10 წლის წინ. მაშინ მე რუსთავიაში ვმუშაობდი. მე კარგად მახსოვს, რომ მაშინ ჩვენმა ტელევიზიამ პრაქტიკულად აიღო 112-ის ფუნქცია თავის თავს. მოსახლეობა არ ეკავდა 112-ში, მოსახლეობა ეკავდა ჩვენთან რედაქციაში და ჩვენ გვიტოვებდა ინფორმაციას. აქ გვიჭირს, აქ პრობლემა, იქ ხალხი ცუდად არის და შემდგომ ჩვენ ვანაწილებდით, ჩვენ უკავშირდებოდით მე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს, მერიას და ესე პირდაპირ ვეუბნებოდით, სად არის ხელისაწვდომი, სად უნდა მისულიყვნენ, უშვებდით იქ ჯგუფებს, რომ არ ემუშავა იმ დღეს მედიას თავის სიმაღლეზე, მერწმუნებს ხერხი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა. თანამედროვე მედიის ისტორიაში ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება უსასრულოდ. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო, რაც ახლა გამახსენდა თავისაცემი, ეს იყო 2008 წლის ერთკვირიანი ომის დღეები. რუსთავი 2-ის ნიუსრუმში მაშინ ჰქონდა სურვილი ემუშავა კონფლიქტის ზონაში და იცით კიდევაც, რომ ამას მოყვა ჟურნალისტის მსხვერპლიც. მე მახსენდება თენგო გოგოტიშვილის თავდადების და თავგანწირვის მაგალითი, როდესაც ის პირდაპირ ჯიქურ მიადგა რუს სალდატს, ასევე ხმარ და არა ჯარისკაცს, უპოვა ჯიბეში მოპარული ოქროს ჩანგალი, ამოუღო და არანებებდა ბოლომდე თავს იმის მიუხედავად, რომ ის ემუქრებოდა იარაღით. Что это за вилка? Или сюда, хорошо? Вилка откуда?
Это тебе уже какая разница? Иди отсюда, говорю тебе. ძალიან ადვილად შეიძლება თენგოს ეს დაჟინებული ქმედება დასრულებული იყო მისი სიკვდილით, დახვრეტით, ადგილზე დახვრეტით. მაგრამ თენგომ აჩვენა რეალურად რუსის ჯარის სახე. ჩემი ასაკის თითქმის ყველა ქართულ ჟურნალისტს აქვს რაღაც ისტორია, რომელიც უკავშირდება მათზე ზეწოლის, მათდამი, მათი ოჯახის წევრებისადმი მუქარის ისტორიებს, ასე ვთქვათ, ხო? მე ვარ პირადად მაგალითი იმის, რომ თუ ხელისუფლებები, სისტემები ჭკუას არ სწავლობენ მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამო, როგორც წესი, ისტორია მათ ამ ჭკუას ასწავლის ხოლმე. 7 ნოემბერი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა მომენტი არასასიამოვნო ჩემს პროფესიულ კარიერაში, საქმიანობაში, ცხოვრებაში. ხო დაფიქრდები ადამიანი, ხო, როდესაც შენი ოჯახის წევრები ეს ენერგიულობენ, შენთვისაც არ არის სასიამოვნო ასეთ გარემოებებში მოხვედრა ხოლმე და ასე შემდეგ, ღირს კი ყოფნა ამ პროფესიაში. და მაგ მომენტში ხვდები, რომ არა თუ ღირს არამედ აუცილებელიც არის. არ ვიცი სხვა რომელიმე პროფესია, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანი არის ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, როგორც თავისუფალი მედია. აქ არ არის საუბარი იმაზე, შენ რომელი მედია საშუალება მოგწონს ან არ მოგწონს. ეს თითოეული ადამიანის სუბიექტური გადასაწყვეტი არის და თითოეული ადამიანი ირჩევს როგორც რომელ მედია საშუალებას უყუროს, ასევე როგორი პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდეს. მაგრამ არაფერთან შეიძლება მედიის როლის დაკნინება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მედიამ მართლაც შეუძლებელი შეძლო ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ საზოგადოების გვერდით გარიყო და ხალხის გვერდით გარიყო. ყველაზე ცუდი დღეები რომ გავიხსენებთ ქვეყანაში, რაც კი გამოგვივლია, ყველაფერი გვახსოვს და ვიცით, იმიტომ რომ მედია იყო თავისი მაღლეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. ჟურნალისტებმა იციან, როცა რაღაც ხდება, ისინი უნდა იყვნენ იქ. ეს არის მათი პროფესიული მოვალეობა და პირდაპირ მიდიან შემთხვევის ადგილზე და დგებიან ხალხის გვერდზე. ისინი არიან ჟურნალისტები არიან ამ ქვეყანაში განსაკუთრებით პირველი მაშველი რგოლი. ბოლო ბრიფინგზე მეც ვესწრებოდი აი სალომე ზურაბიშვილთვისაც დააჯილდოვა ჟურნალისტები და ფაქტიურად ნაფრონტალი ჟურნალისტები იდგნენ აი ამ სცენაზე. მართლა ყოჩა ყველა იმ არა მარტო ჟურნალისტს, არამედ ამ პროფესიაში მყოფ ადამიანს, რომელიც ჩვენი საზოგადოების სწორი ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება და არანაკლებად ყოჩები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას ამ პროფესიაში შემოსვლის. იმიტომ რომ ამ მომენტისთვის ფიზიკური საფრთხის განცდის, სოციალური პრობლემების ორგანიზებული ფსიქოლოგიური ტერორის გარდა ამ პროფესიას შესათავაზებელი ამ ახალგაზრდებისთვის არაფერი აქვს. თუმცა აქვს ყველაზე მთავარი შეგრძნება იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურები. შეგნებულად შეარჩიეს სიამაღლებელი იმისათვის, რომ ეჩვენებინათ დანარჩენებისთვის, ანუ ყველასთვის ჩვენთვის ეთქვათ, რომ აი შეხედეთ ზიას სად არის, თქვენ ზუსტად იგივე ბედი გელით სუყელას თუ არ გაჩუმდეთ. დღეს სწორედ მან აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა, რომ დღეს ის ზის ციხეში იმისათვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ. სწორედ ეს არის ჩვენთვის მაგალითი, რომ ჩვენ გაათმაგებული ძალით მოვიმუშაოთ, იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს სიამაღლობელის кейსი. ბევრი ჩემი კოლეგა იძულებული გახდა, რომ მედიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ. ეს ტენდენცია ყველა პროფესიის ადამიანებს შეეხოთ, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი წვლილი შექონდა ქართული მედიის მუშაობაში, მაგრამ ვინც დავრჩით დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივახცევთ და ისინიც დაგვიბრუნდებიან, რომელთან ერთადაც ძალიან კარგ ჟურნალისტურ პროდუქტს ვაკეთებთ.
დღევანდელი გადაცემა ჩვენთვის არის განსაკუთრებით ემოციური. 4 წლისა და 4 თვის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი პატივი იყო ყოველდღე მოგვეტანა თქვენამდე ახალი ამბები, გქონდა ამბიცია, რომ ეგ ვთქვა გაცილებით მეტი ვიდრე ახალი ამბებია. ვცდილობდით ამ სტუდიაში მკაფიოდ ყოფილიყო გამიჯნული ფაქტი, თვალსაზრისი ანალიზი. ჩვენ დღის წესრიგს ქმნიდით თქვენ საზოგადოება. მოვიდა დრო ჩვენც დაგემშვიდობოთ, მომავალში ისევ შეხვედრის იმედით. ვახერხებთ, რომ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ჟურნალისტებიც თვითონ ხანდახან გვაქვს ხოლმე პრობლემა, რომ ელექტრონიკის გადასახადს ვერ ვიხდით ელექტრონულად და საშუალებით გვეუბნებიან დემი არ ჩაგვიჭრან ან რამის სხვა მოხდა, მაგრამ აი რაღაცა ფორმულით მაინც ვახერხებთ ხოლმე, რომ თავი გავუტოვოთ. ესე როდემდე გაგრძელდება რთულის ძალიან რთული, ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ახლა სინამდვილედ გითხრათ, რომ რამდენი ხანი შეიძლება ტელევიზიამ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება გააგრძელოს. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ხელფეხი უნდა ჩამოვყაროთ. თუ ჩვენ ქვეყანა ვერ გადავარჩინეთ, არც მედია იქნება საჭირო ამ ქვეყანაში. არის თავისუფალი ზრდა და არაფერი საერთოდ. მართლა ჩრდილოეთ კორეაში გავუგეთოთ ამიტომ ფიქრობ, რომ ამის ყველაფრის წინამდე არის ერთი რეცეპტი. ბრძოლა თავისუფლად. იმ პრინციპებისთვის თუ იდეალებისთვის, რაც თვლით, რომ აუცილებელია ამ ქვეყანას ჭირდება, ჩვენს შვილებს ჭირდება. ჩემს უკან ჩემი შვილები დგანან. მე უნდა ვიბრძოლო. სხვა გზა